ქართველი დებლორი საუკეთესო იყო პრესის გამოხმეურება კვარას თამაშზე. ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია. უმარმა წაგება აღიარა და იტალიას ახალმწიფნელი ყავს. და სხვა მრავალი ინფორმაცია ამ ვიდეოში. უმაღლეს მოთხოვნებს ბოლომდე უპასუხა. ზურიკოს დამატება 3 გუნდს სურს. 2024 წლის ზაფხულში ქვედა ლიგაში დაქვეითებულმა ბორდომ, რომელსაც მოგვიანებით უკვე პროფესიონალური კლუბის სტატუსით ჩამოართვეს, ლიგა 1-ის გუნდებში 2 ფეხბურთელი გაასხვისა. ზურიკო დავითაშვილმა ჟირონდადან სენტ-ეტიენში გადაინაცვლა, ხოლო კარლ იოჰან იუნსენმა კონტრაქტი სტრასბურგთან გააფორმა. ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაში ამ ორ მოთამაშესთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო სტატიები დაიბეჭდა. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კი ბუნებრივია უფრო მეტი ყურადღება ზურიკოსთან დაკავშირებით ინფორმაცია იქნება. რას წერენ დავითაშვილზე? ბორდოს რიგებში ლიგა 2-ში ჩატარებული 2 სრულფასოვანი სეზონის შემდეგ კონტრაქტი სენტ-ეტიენთან გააფორმა და მის ნაცვლად ჟირონელებმა 6 მილიონი ევრო აიღეს. რაც თუ იმას გაითვალისწინებთ, რომ თავის დროზე დინამო ბათუმისგან მხოლოდ 2.5 მილიონის გადახდა მოუწია, ურიგო გარიგება ნამდვილად არ იყო. ლიგა 2-ში გამართული სადებიუტო სეზონში ზურიკოს ანგარიშზე 10 საგოლე მოქმედება იყო. მეორე წელს კი შედეგი საგრძნობლად გაუმჯობესა და 8 გოლთან ერთად 9 ასისტი მიითვალა. ამას მოჰყვა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების რიგებში კარგი თამაში და მწვანეების სკაუტების ინტერესი, რის შედეგადაც ის საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში აღმოჩნდა. ბევრი თვლიდა, რომ ზურიკო ლიგა 1-ისთვის მზად არ იქნებოდა, მაგრამ მისმა ასპარეზობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თუ გავარდნილ სენტ-ეტიენში ვინმე ნათელი წერტილი იყო, ეს პირველ რიგში ქართველ ლეგიონერზე ითქმის. ახლა მისი მსურველები სტრასბურგი, ბრესტი და პარიზი არიან. იქიდან გამომდინარე, რომ ლიგა 2-ში დაქვეითება ავტომატურად ფინანსურ პრობლემებს ნიშნავს, სენტ-ეტიენმა დავითაშვილის გაყიდვაზე წესით და რიგით უარი არ უნდა თქვას. ცნობისთვის საფრანგეთის გასულ გათამაშებაში 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 24 მატჩში თავი 9 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა. მწვანეებთან კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპალეტის შემცვლელი ცნობილია, აძურო გატუზოს ჩააბარეს. იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჟენარო გატუზო დაინიშნა. ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზეც დადასტურდა. თუმცა რამდენწლიანი კონტრაქტი გაფორმდა რინოსთან და რა დაუსახეს მთავარ მიზნად, ამის შესახებ დეტალური საუბარი სავარაუდოდ მისი წარდგენის შემდგომ გასამართ კონფერენციაზე იქნება ცნობილი. გატუზოს ბოლო სამუშაო ადგილი სპლიტის ჰაიდუკი გახლდა, რომელიც ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა. სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი ტიტული კი ნაპოლიში მოიპოვა, რომელსაც 2020 წელს იტალიის თასი მოაგებინა. შეგახსენებთ, რომ სკვადრა აძურას დამრიგებლის პოსტი ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ გახდა, როდესაც ლუჩიანო სპალეტის ნორვეგიასთან 0-3 განცდილი სამარცხინო მარცხი არ აპატიეს და თანამდებობა დაატოვებინეს. დვალიშვილთან დაუმარცხდი. ეს ცხადია, უმარმა წაგება აღიარა. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმარ ნურმაგომედოვი მედიის წინაშე კიდევ ერთხელ თუმცა გაცილებით შერბილებული ტონითა და ისეთი ობიექტური საუბრით, როგორც მას არასდროს ახასიათებდა. დაღესტნელს დაუსვეს შეკითხვა, თუ როდის აპირებდა ვარჯიშის განახლებას. რაზეც პასუხის გაცემასთან ერთად მან მერაბ დვალიშვილთან ჩატარებული შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიხსენა და მარცხი მხოლოდ ახლა თითქმის ნახევარი წლის გასვლის შემდეგ აღიარა. უმარ ნურმაგომედოვი 27 ივლისამდე ბრძოლა არ შემიძლია, რადგან დაზიანებული ხელი დარტყმას ექიმები ისევ მიგზარავენ, რის გამოც ამ ეტაპზე მოსამზადებელი კემპის დაწყებაში აზრს ვერ ვხედავ. ზუსტად ასეთ მდგომარეობაში დავთანხმდი დვალიშვილთან ჩხუბს და რა შედეგიც დადგა, ყველამ ნახეთ. თავის მართლებას არ ვაპირებ, ვაღიარებ რომ დავმართ. ჩემს ბოლო ჩხუბში ის, რაც ყოველ შემძლე ალაჰმა ისურვ, მის ნებას წინ ვერავინ დაუდგება. მას ჩემი მოგება რომ გადაეწყვიტა, ხელი არ მომტყდებოდა. ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ უყურებ და შემიძლია ვაღიარო რომ მე-4 და მე-5 რაუნდების ბოლოს მერაბმა მაჯობა. საწყის 2 რაუნდში ნორმალურად გამოვიყურებოდი, რაც შეეხება მესამე რაუნდს, რადგან საჯებმა უპირატესობა მერაბს მიანიჭეს. გამოდის რომ ზუსტად ასე იყო. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ მოტეხილმა ხელმა თავისი როლი ითამაშა. შეგახსენებთ რომ მერაბ დვალიშვილმა სექტემბერში შონ ომალისთან მოპოვებული სუპერმსუბუქის ზონის დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველად იანვარში სწორედ უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა და დაღესტნელი ტოქე საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხა. ისტორია დაიწერა. ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია. ეთერ ლიპარტელიანმა ქართული ძიუდოსა და მთლიანად ქართული სპორტის ისტორია დაწერა. 25 წლის ძიუდოისტმა 57 კილოგრამ წონით კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც პლანეტის პირველობაზე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა. ეთერს აქამდე კარიერის მანძილზე ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი
ეს მისთვის პირველი მედალი გახდა. ასევე 2024-25 წლებში ის თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ გახდა. ქართველი დრიბლიორი საუკეთესო იყო პრესის გამოხმაურება კვარას თამაშებზე. ხვიჩა კვარაცხელიამ პარის სენ-ჟერმენის რიგებში მორიგის შტაბ-ბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა, რაზეც სხვადასხვა გამოცემების მიერ მისი თამაშის უმაღლესი შეფასებებიც მეტყველებს. მართალია FIFA-ს საკლუბო ჩემპიონატის პარტნიორმა კომპანიამ პესიზის ატლეტიკოს მაჩის MVP-ს პრიზი ვიტინიას გადასცა, თუმცა გამოცემათა უმრავლესობა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორების დღევანდელ პერფორმანსის მთავარ შემოქმედად ხვიჩას მიიჩნევს. ლუის ენრიკემ ტრადიცია დაარღვია და ხვიჩა შეუსრულებლად არ ათამაშა, რაც ალბათ ერთ-ერთი ლიდერის დასვენები იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, კვარა საუკეთესო იყო. ორი საგოლე პასის შესრულება მოასწრო და შეტევაში პროდუქტიულობის გარდა დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა. 10 ბალიანი სისტემიდან მას 8.6 მიათედი შეფასება ეკუთვნის. თანაგუნდელებს შორის აშკარად საუკეთესო გახდა. რთულია მისი მსგავსი ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელსაც მომქანცველი სეზონის შემდეგ ასეთი ინტენსივობით შეუძლია თამაში და გუნდისთვის სარგებლობის მოტანა. ქართველი ფანტასტიკური დრიბლიორის მორიგი სუპერმატჩი. პარის სენ-ჟერმენი არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ბრწყინავს. პირველ ნახევარში ლორენტეს ხვიჩასთან გამკლავება უჭირდა, რის გამოც შესვენების შემდეგ სიმეონემ გადაწყვიტა კოკეთი განეტვირთა სიტუაცია. თუმცა ამ უკანასკნელმა შესრულიდან 2 წუთში სწორედ ქართველთან უხეშობისთვის ყვითელი მიიღო. შეტევაში ჩართვის მოყვარულ ნუნო მენდესს უკან ხშირ შემთხვევაში საიმედო დასხვევდა და თავისი გუნდის საწყის 2 გოლში ლომის წილი დაიდო. ქართველი დრიბლიორი ლუის ერიკემ მხოლოდ მაშინ შეცვალა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ქართველი პასების გამნაწილებელი და PSG-ს ნახევარმცველების უბადო რეალიზაცია. პარიზელებმა პირველივე ტაიმში ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნეს და ყველას დაანახეს, რომ ჩემპიონთა ლიგა სრულიად დამსახურებულად მოიგეს. ცნობისთვის, პარის სენ-ჟერმენის რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 26 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა. ასეთია დღევანდელი სპორტული სიახლეები. ცოტა ხანში 21 წლამდელებს აქვთ თამაში და უგულ შემატკივროთ. ვიდეოც დასასრულს მივახლოვდა. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.